მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიცე ვარ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დავით დარჩიას ხელმძღვანელობით მორიგის ხდომა გამართა და რამდენიმე პროექტი დაამტკიცა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შინაური ცხოველების მოვლა პატრონობის წესს. შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და მუნიციპალური მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმას. ამასთან საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესში ცვლილებების შესატანად. სხდომაზე ცნობად მიიღეს მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურების ანგარიშები, ასევე მოისმინეს ინფორმაცია ონკოლოგიური პაციენტების დახმარების პროგრამასა და მერის სტიპენდიის გაცემის მიმდინარეობაზე. დღეს გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომა, განხილული იყო 7 საკითხი, მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების პატრონობის მოვლისა და ყოლის წესების დამტკიცების შესახებ. როგორც აღნიშნეთ, ეს საკითხი ძალაში შევა 1 ივლისიდან შეიქმნა სპეციალურად მომსახურების აივთან ცენტრი, რომელიც უხელმძღვანელებს ამ საკითხებს, თავისთავად საკრებულოს იქნება ჩართული, რომ ფართო მასშტაბი მიიღოს ყველა ამ ღონისძიებებზე და ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ამორჩეველი იყოს გათვალისწინებული ამ საკითხში. 4 ოქტომბრის საქმე და განაჩენები ნანა სანდერს 7 წლით, აბო ნავერიანსა და ანტონ უბერს 5 წლით პატიმრობა შეეფარდათ. მარიამ მეყანწიშვილს კი 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დღესვე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ათონელის სასახლესთან მიმდინარე მოვლენების დროს დაკავებულ 12 პირთან. გამზადებული ვიყავი ყველანაირად, რომ დღეს საპატიმრო დაწესებულებაში ამოვყავდი თავს, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ხალხს სოლიდარობისთვის. სწორედ ხალხის სოლიდარობის დამსახურება დღეს ის შედეგი, რაც დადგა, გამამტყუნებელი განაჩენია და რო გითხრათ, რომ ძალიან მიხარია არა, მაგრამ მიხარია ის, რომ მე ჩემ თანამებრძოლებთან ერთად შევძლებთ ბრძოლის გაგრძელებას გარეთ იმ პატიმრებისთვის, ვისაც 5 წელი მიუსაჯეს დაწყებული პაატა ბურჭულაძიდან დამთავრებული დღეს ჩემი თანამებრძოლებით, ყველასთვის ვიბრძოლებთ, თითოეული თქვენგანი არის ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენთვის ყველაზე ღირსეული ადამიანი ქვეყნის განმათავისუფლებელ ბრძოლაში. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ნანა სანდერის მიმართ ორივე ბრალთან დაკავშირებით, რაც მიმაჩნია და სამართლებრივი საფუძვლების არქონის შემთხვევაში არის მიღებული, როდესაც არ არსებობს მოწმეები, არ არსებობს მტკიცებულებები და ეს უნდა იყოს არაერთი მტკიცებულება, ურთიერთშეჯერებადი, დამაჯერებელი, უტყუარი, ერთი უტყუარი მტკიცებულებაც არ არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნანა სანდერმა ძალადობრივი ორგანიზება განახორციელა. სასამართლომ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და 4-ვე მშავდებულთან მიმართებაში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ნანა სანდერი განაჩენის მიხედვით დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელისუფლების ძალადობით დამხობის ფაქტზე. მარიამ მეყანწიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისათვის, რაც არკვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ხოლო დანარჩენი 2 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტებზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს დებატები გამართა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებულ ანგარიშს უყარა კენჭი. ასამბლეა აღნიშნავს, რომ წინა რეზოლუციების მიღების შემდეგ საქართველოში დემოკრატიის გაუარესება გაგრძელდა და ხელისუფლებამ არც ერთი რეკომენდაცია არ შეასრულა. დოკუმენტი მოითხოვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივის და მათი ლიდერების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენა ხოშტარიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ასევე რეპრესიული კანონების გაუქმებას. აღნიშნულ დებატებთან დაკავშირებით თბილისში წინასწარი შეფასებები გაკეთდა. რეზოლუციაში მოყვანილი ფაქტები, რომ დღეს საქართველოს მართა დიქტატორული რეჟიმი, რომ დღეს დე-ფაქტო რეჟიმი დევნის პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არასამთავრობო სექტორს, ტელევიზიებს, პროტესტანტებს, რიგით პროტესტანტებს და ასე შემდეგ, ეს ყველა პოსტულატი გამტკიცებული არის იმ ანგარიშებში, რომელიც მოცემული არის საერთაშორისო ინსტიტუციების მიმართ საქართველოსთან დაკავშირებით. თავად ოცნება არის ჩაკარგული თავის ტყუილებში, ტყუილებში ახლართული და ბუნებრივია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დააშოროს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამ რეზოლუციიდან ჩვენ უბრალოდ ბუნებრივად არ ველით არაფერს პოზიტიურს, იმიტომ რომ თავად ოცნებას არ გაუკეთებია არაფერი იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შესრულიყო. ევროსაბჭოს მანდატი ჩვენ დავტოვეთ, იმიტომ რომ იქ იყო ეს ორმაგი სტანდარტი, ეს გაუგებარი მოწოდებები, გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ
დაორგანიზებული ეს შეხვედრები, ტექსტები, ჩვენი ქვეყნის გაშევება, ამიტომ ჩვენ დროებით პაუზა ავიღეთ. ამით ეთყობა სარგებლობენ მორიგჯერზე და ხებულობენ რეზოლუციას, რომელსაც, რა ვიცი, ჩალისფასიც არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად უკანონოდ შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ზუგდიდში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 14 პირი დააგავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლების და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულისგან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226 და 260 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლაში სტუდია ბინულმა საანგარიშე კონცერტი 11 წლის იუბილეს დაამთხვია და მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობით და საუკეთესო რეპერტუარით წარსდგა. შემაჯამებელი საღამო სიმბოლურად უფროსი თაობის ბინულელებს მიჰყავდათ. კონცერტზე იყო როგორც თაობათა, ასევე ჟანრობრივი ცვლა. საბოლოოდ კი მსმენელმა გემოვნებიანი და ასაკის შესაბამისი რეპერტუარი მოისმინა. ბლუზი, ჯაზი, როკი და რა თქმა უნდა პოპი. პატარები ყველაფერს ცოცხლად, მთელი გულით და მონდომებით, არტისტიზმით ასრულებდნენ. ქართული სიმღერების კონცერტს სტუდიის ხელმძღვანელის თამილა ბურჭულაძის ხელწერა და რა თქმა უნდა მისი ძალისხმევა და შრომა ეტყობოდა. ბინულელებმა გულწრფელი აპლოდისმენტები შექება, ასევე პედაგოგთა პროფკავშირისგან საჩუქრად მუსიკალური ცენტრი დაიმსახურეს. ჩემი სურვილი იყო, რომ მომღერალი გამოვსულიყავი და ამიხთა კიდეც დღეს პატარა სცენაზე ვიდექი და ვიმღერე ბევრი სიმღერა. დიდ მადლობას ვუხდი თამილა ბურჭულაძე ჩემ ასწავლებას. ძალიან მიხარია რომ მღერი ვარ. ჩემთვის სიმღერა არის ყველაფერი. ძალიან მიყვარს და მაგით ვმევტყბები. საოცარი დადებითი მუხტი მივიღე ამ ბავშვებისაგან, იმიტომ რომ ეს ბავშვები იმდენად გულწრფელები იყვნენ, იმდენ მელოდიურები. ყვებოდნენ ლექს მელოდიურად, გამღერებით, ეს იყო საოცრება. საოცარ რეპერტუარი, საბავშვო პატარებთან პატარები ნამდვილ შესაძლებელს რეპერტუარ დიდებთან, რა თქმა უნდა, დიდები. ხმა გაშლი, სამ ხმაში, ჯაზი, როკი, ყველაფერი აბსოლუტურად ბოშური სიმღერები და რეპერტუარი მრავალფეროვანი იყო და უდიდესი სიამოვნებები მივიღეთ. სიხარულიანი დღეა დღეს ბინულისთვის. საანგარიშო კონცერტი, საზოგადოებას, მშობელს, ოჯახს ჩაუბარეთ ანგარიში, რა ვისწავლეთ ამ ნახევარწელში, იმიტომ რომ ჩვენი იანვარშიც ვაკეთებთ ანალოგიურად საახალწლო კონცერტს. და რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად ბედნიერებაა, რომ ბავშვებს შეუყვარდათ სიმღერა, რო გრძნობენ. მე თავს გრძნობ ქართული სიმღერის სამსახურში და ძალიან მინდა, რომ ქართული სიმღერა ისმოდეს საქართველოში, ქუჩაში, ოჯახში, სკოლაში, ბაღში და ყველგან. კლასიკური მუსიკის ზეიმი იყო ოზურგეთის სამუსიკო სკოლაში. ფორტეპიანოსა და ვიოლინოს ჯგუფებმა მთელი წლის ნაღვაწი მსმენელამდე მოიტანეს და მაყურებელ სასიამოვნო საღამო აჩუქეს. გაჟღერდა როგორც ქართული, ასევე უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებები, რომელსაც მუსიკალური სკოლის მოსწავლეები საინტერესოდ, შინაარსით და კულტურულად ასრულებდნენ. კონცერტს არჩეულია ხალხურ საკრავთა ანსამბლის ქართული სიმღერების პოპურის გარეშე, რომელიც სხვადასხვა საკრავების ერთობლიობით შემოგთავაზეს. შემაჯამებელი კონცერტის ბოლო აკორდად შესრულდა ლანჩხუთისა და სენაკის ფესტივალების ლაურეატების მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციები, რომელიც ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, როგორც ტექნიკური, ასევე მუსიკალური თვალსაზრისით. კონცერტს არაერთი მსმენელი, მუსიკის მოყვარული, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია დაესწრო, რომელმაც ლაურეატ ბავშვებს და მათ პედაგოგებს ფულადი პრემიები გადასცა. მუსიკაში თავდაპირველად ერთი პიანინო დამეკრა დედამ და მე მეც მომეწონა და შემოვედი აქ.
მადლობას ვუხდი ხათუნა მასწავლებელს, რომ ბევრი გვავარჯიშა და ლაურეატი გავხდი. და ასევე ვალერიან შეუკაშვილს, რომ სენაკში და ასევე ლანჩხუთში მომცა ლაურეატობის წოდება და პირველი პრემია. ეხლა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემ ხარ როგორც დაუკარი ამას ყველაფერს ჩემი მასწავლებელი დიდი შრომა უდებს ამ ყველაფერში და კიდე ბატონ შეუკაშვილს რომელმაც ლაურეატის წოდება მომანიჭა. ძალიან მომეწონა ეს კონცერტი, ძალიან ვღელავდი და გამოვიდა ძალიან კარგად. რა შეგვისურვებთ? მაზურკა. ხო, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ მონაწილეობთ არტ ფესტივალში, სენაკის არტ ფესტივალში 4 წელია. და მე ვერ აღვწერ იმ შრომის სიმძიმეს, რა შრომაც წინ უდევს აი ამ ყველაფერს. ამ 4 წლის განმავლობაში ყოველ გასვლაზე ჩემი ბავშვები არის პირველი პრემიის მფლობელი, როგორც სენაკის არტ ფესტივალში, ასევე მეორე კონკურსში, ლანჩხუთის ჩერნის კონკურსში. აქაც პირველი პრემია და ფულადი ჯილდოები დაიმსახურა ბავშვებმა. და წელს არის გამონაკლისი 4 წლის განმავლობაში, როცა პედაგოგიც დაგვაჯილდოვეს ყველაფერი ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონ ვალერიან შეუკაშვილს, რომ მან რაიონში აღმოაჩინა მივიწყებულ რაიონებში აღმოაჩინა ისეთი ბავშვები, რომლებიც წარმოჩნენ და საქართველოს მასშტაბით ასეთი აღიარება მოიპოვეს. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მერს და მის აპარატს, რომ დაგვესწრო კონცერტზე და თითოეული ჩვენთაგანი მასწავლებელიც მათ შორის და მოსწავლეების დაგვაჯილდოვა ფულადი საჩუქრებით. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. ოზურგეთში მოსალოდნელია 24 გრადუსი ტემპერატურა. ჩოხატაურში იქნება უფრო მაღალი 25 გრადუსი. ხოლო სინოპტიკოსები ლანჩხუთში ვარაუდობენ ტემპერატურას 26 გრადუსს, რაც შეეხება ურეგშიც ასევე დაფიქსირდება 26 გრადუსი. ბახმაროში იქნება 18 გრადუსი, ხოლო ჩვენს დედაქალაქში იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა ამჯერად 30 გრადუსი. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.